გორის მერია ფართს ამჯერად ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას ატოვებინებს. საუბარია ქალი და განვითარებაზე, რომლის ოფისიც გორის მერიის მიერ გამოყოფილ სივრცეში იყო განთავსებული. დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფატი ბუხრიკიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ფართში სარეაბილიტაციო ცენტრის გაკეთება იგეგმებოდა, რაზეც მერია არ დასთანხმდა. 9 მილიონამდე მოპოვებული გვაქვს დაფინანსება და მერიას შევთავაზეთ, რომ თქვენი იყოს მხოლოდ ფართი, მისი აღჭურვა, რემონტი და გარკვეული დაახლოებით 5 წელი მაინც პერსონალის ხელფასები უზრუნველყოფილი იქნებოდა ჩვენი დონორების მიერ. ასეთ მნიშვნელოვან წინადადებაზე ვიტყვი ხმამაღლა მაზოგონიით დაავადებულმა კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაწყებულიყო სასამართლო დავა. და ეს სასამართლო დავა იყო უპრეცედენტო მაშინ 2022 წელი იყო. და იყო უპრეცედენტო, რომ ქალთა ორგანიზაციის მიმართ დაიწყო, ეხლა კი არის პრეცედენტები, მაგრამ მაშინ არ იყო, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვიყავით ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგ აი ასეთი მნიშვნელოვანი და პროგრესული და ძალიან ესეთი სენსიტიური წინადადება უარყო მერიამ. მერიის იურისტის განმარტებით მათ ორგანიზაციას ხელშეკრულების გასulis შემდეგ შენობის იჯარით აღება შესთავაზეს. 2019 წლის 22 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და აიბ ქალი და განვითარებას შორის გაფორმებული იყო უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედებისა და განსაზღვრული იყო 1 წლით, ანუ გავიდა 1 წლიანი ვადა 2020 წლის 22 ოქტომბერს ამოიწურა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შესაბამისად ვითხოვთ აიბ ქალი და განვითარების უკანონო მფლობელობიდან გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ქონების გამოთხოვას. ქალბატონი ფატის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გაგრძელებულიყო ხელშეკრულება უსასყიდლო, მაგრამ მერი ამაზე თანახმა არ არის, მიზან შეუწოვნლად მიაჩნია, ანუ შევთავაზეთ გაგვეფორმე იჯარის ხელშეკრულება, მაგრამ სამწუხაროდ აი ქალი და განვითარება ამაზე არ იყო თანახმა. ცნობისთვის მიმდინარე წელს მერიამ სასამართლო დავა წამოიწყო ახალგაზრდა ფოტოგრაფების წინააღმდეგ ფართის დატოვების შესახებ. ასევე სივრცე დაატოვებინა ახალგაზრდებს, რომლებმაც სოციალური კაფე სპეისი შექმნეს.